მერთმა დაგლუსოთ გაგახაროთ ისევ და ისევ საღწევს ვაკურთხებთ, კვლავ ოჯახებს ვლოცავთ და არ შემიძლია რომ დალოცვის დროს არ აღნიშნო, არ ვთქვათ, გამომახვილო ყურადღება კვლავ და კვლავ სარწმუნოებაზე, სასწორებაზე და სიყვარულზე, მადლობაზე, ლოცვაზე და სიხარულზე. უნდა გწამდეს ქრისტე, უნდა გწამდეს ღმერთი, რომ ქრისტესთან ერთად იყო და ქრისტესთან ერთად ყოფი დამშვიდებული იყო ამ მძიმე ცხოვრებაში. სარწმუნოებრივი სიმშვიდე, სარწმუნოებრივი დაწყნარება, სარწმუნოებრივი განსვენება, სარწმუნოებრივი მყუდროება, რომელსაც აძლევს სარწმუნოება ადამიანს, ეს მხოლოდ ქრისტე ღმერთისაგან მოდის. იმიტომ რომ ქრისტე ღმერთი ჩვენ შორის არის, ყოველსევე აღავსებს და ყოველგან არს. იგი არ არის სადღაც რომელიღაც სივრცის მიღმა ტრანსცენდენტული უფალი, არამედ იგი არის ჩვენ შორის, იგი არის განცხადებული ღმერთი, რომელმაც თავის თვისი გამოგვიცხადა და ახალი აღთქმა დადო ჩვენთან შორის. და ახალი აღთქმისა და მისი რწმენის მიმდევრები უნდა გავძლიერდეთ სარწმუნოებაში ქრისტეს მიმართ, როგორც ღვთივ გამოცხადებულ რელიგიაში. რა თქმა უნდა, სარწმუნოებაში გაძლიერება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შედეგად იმედში ვძლიერდებით, სასწორებაში იმედში. იმიტომ რომ დღეს ყველაფერი თითქოს ადამიანს ებრძვის, ადამიანს როდესაც მოძღვარი მიდის სახლში დაუშვათ, ხომ ახლა მოვედით სახლში და ვაკურთხეთ ბინა. კერძოდ, როცა ადამიანი რაღაცა თითქოს ჩავარდნაშია, ესე ვიტყოდი, საერთოდ ვამბობ, იმას კი არ გულისხმობ, კონკრეტულად მემრეულს. აი დაუშვათ ან ოჯახის წევრს. პირიქით, როდესაც მას აქვს ზოგადად ვამბობ, ჩავარდნა იქნება ეს თუ რაღაცა სულიერი დეპრესია, რაღაცა მინორი, ხომ, სულიერი საკუთარი თვითშეფასების არ ქონა, საკუთარი უვარგისობისა და სასოწარკვეთილების განცდა, ეს სხვათა შორის ცოდვები იყოფა სამ ტიპად. ღვთის წინააღმდეგ, მოყვასის წინააღმდეგ, საკუთარი თავის წინააღმდეგ. ეს ღვთის წინააღმდეგ ცოდვა არის. თან და თან საკუთარი თავის წინააღმდეგ ცოდვაც არის. იმიტომ რომ შენ ხატება მოგცა ღმერთმა და რა მარტო მოგცა, უბრალოდ მოგცა. ნუ ხატება მოგცა, მაგრამ სახარებაც ხო მოგცა. და რა მარტო უბრალოდ მოგცა და გაჩუქა, როგორც დაუმსახურებელი წყალობა. არამედ ამის შესრულების დავალება მოგცა, ვალდებულება მოგცა, რომ ეს ყველაფერი გააკეთო. ამიტომ შენ თავს არ ეკუთვნი, ესე ვთქვათ, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ მე მეზარება რაღაც არ მინდა, რაღაცას განვისტი, რაღაცაზე ხელი მაქვს შექმნილი, რაღაცა არ მინდა გავაკეთო, უბრალოდ რომ მეზარება ან საკუთარი უარგისობის გამო, ან არ ვიცი რაღაცა ჩემთვისაც გაუგებარი მიზეზის გამო, არ მინდა რაღაცის გაკეთება. თუ წაზარში წასვლა არ მინდა, აი, სამღვდელო პირი ვარ, ხო? თავშოთ ზოგჯერ არის, რომ ესეთი ადამიანები ვართ, ხო? რაღაცა შეიძლება გქონდეს ადამიანური სისუსტე, ადამიანური ფაქტორი, რომელიც შენს ეგოიზმს ვერ გაძლევინებს. საერთოდ სახლიდან გასვლა არ გინდა, საერთოდ ნებისმიერ ადამიანთან კონტაქტში არ გინდა შესვლა, არავინ არ არის დაზღველი ესეთი სისუსტისაგან, უფრო მეტი სისუსტეებისაგანაც. მაგრამ მიუხედავად ამისა, საკუთარ თავს აბიჯებ, იხსენებ რა ღვთის ცნებებს, ღვთის დავალებებს, თვით სტიმულაციას სარწმუნოების ფონზე აღასრულებ რა, შენ მაინც დგამ პირველ ნაბიჯს და მიანდობ შენს შემდეგ ნაბიჯებს ღმერთს მიანდობ. შენ დგამ პირველ ნაბიჯს. ანუ კარები გახსნილია ღვთის მიერ შენთვის, მაგრამ გახსნილია კარები ღმერთმა მეგიყვანა კარებთან, მაგრამ კეთილი ინებე შვილო, რომ შენ თვითონ შეაბიჯო ამ გახსნილ კარებში, რომელიც შენთვის არავის არ დაუკეტია. და გამომდინარე აქედან შემდეგ შენ კიდევ და კიდევ უფრო გაგეტკეპნება ბილიკი ღვთისაკენ მიმავალი, რომელიც თვითონ არის გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე, ეს კიდევ სხვა თემაა, ხო? ამიტომ სარწმუნოებაში გაძლიერება, შემოძახება საკუთარი თავისადმი, მონანიება ღვთის წინააღმდეგ ცოდვებისა, მოყვასის წინააღმდეგ ცოდვებისა, საკუთარი თავის წინააღმდეგ ცოდვებისა, გადახედვა საკუთარი რა გაბკოლებს, რა გაქცევს მარილის სვეტად და გაქვავებს და ფრაგმენტად და კლიშედ და ლიარვად გაქცევს, აი ამის გადახედვა ჩვენ გვაძლევს ოპტიმიზმის სტიმულს და საშუალებას, რომ ჩვენ სასწორება ოპტიმიზმი გამოვიჩინოთ სარწმუნოებრივი წინსვლის ფონზე. შემდეგ რა თქმა უნდა უკვე მოდის სიყვარულის ნიჭი, ღვთისაგან მონიჭებული ღვთაებრივი ნიჭი, რომელიც ღმერთის სიყვარული აქვს, არს წინა იონების მოთხოვნის ნათქვამი და თან გავიხსენოთ, რომ სიყვარული ეს უმაღლესი საღვთისმეტყველო სათნოებაა კიდევ, ხო? უმაღლესი. მაგრამ სანამ ამ საღვთისმეტყველო სათნოებიდან მივა ადამიანი უამრავი
ძველი ტყავისა და ტანჯვა-წამების გადალახვა მოუწევს, იმიტომ რომ გამწვენდელი ტკივილები და გამწვენდელი ასე ვთქვათ დისტილაცია, სულიერი ტრანსფორმაცია, მეტამორფოზა თუ არ განიცადა ადამიანმა ასე მზამზარეული თავის უარგისობასა და თავის ასე ვთქვათ შლაკებსა და ნეგატივში ესე სინზე მირთმეული ვერ იქნება ღვთისათვის. მისთვის აუცილებლად სასურველი და საჭიროა რომ მიიღოს სანამ შევა განწმენდილი იმ კარებჭეში, რომელიც მას განწმენდილი მდგომარეობისაკენ მიუძღვება, გაუხსნის გზას, მანამდე რაღაც პატარა აი ეს შესაბამისი პროპორციულად რა თქმა უნდა მისი სულიერობისა და მისი ჭურჭლისა გაიაროს გარდაქმნა, გაიაროს განღმრთობის რაღაც გარკვეული დაუმთავრებელი, მაგრამ რაღაცა პორცია კურსი. შემდეგ უკვე სხვა დონეზე არის. სარწმუნოება მიგვანიშნებს და მოგვიწოდებს იმპულს გვაძლევს იმედისაკენ და სასუებისკენ, სასუება ეს განხთობილი იმედი, ადრეც ამბობდი ხოლმე რომ სასუება ეს არის ის იმედი, რომელიც უკვე უმაღლესი განხთობილი მდგომარეობაა, უბრალო ადამიანური იმედსაც გულისხმობ, მაგრამ მისი სხვადასხვა გამოვლინებების მაღალი მეტაფიზიკური მდგომარეობა. მაგრამ ეს ყველაფერი შემდეგ მიგვიწევს და მიგვიძღვის სიყვარულისკენ, რომელიც თვითონ ღმერთია. და როცა ღმერთზე ვსაუბრობთ, სიყვარულზე ვსაუბრობთ, როცა სიყვარულზე ვსაუბრობთ, თხილად უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ ღმერთზე ვსაუბრობთ და ვინ რას გულისხმობს სიყვარულში, საკუთარ გულში უნდა ჩაიხედოს. სიყვარული დიდი ესე ვთქვათ ცნება, დიდი განუმარტებელი და განუსაზღვრელი ასე ვთქვათ სიმრავლეა სხვადასხვა გამოვლინებებისა, ხო? გავიხსენებთ სიმრავლეთა თეორიას მახსოვს. ეს არ არის ცარიელი სიმრავლე, მაშინ უამრავი რაღაცა, სიყვარული გამრავლებული. მცირე რაღაცაზეც კი უფრო მეტი ხდება ყოველთვის. ეს ცარიელი სიმრავლე არ არის, რომელიც ნული, რომელიც შეიძლება გაამრავლო და მილიარდზე გამრავლებული ცარიელი სიმრავლეა, ნული მაინც მილიარდზე გამრავლებული, ტრილიონზე გამრავლებულიც კი ისევ და ისევ ნული ხდება და საკუთარ თავს ალულირებას უკეთებს. ესე არა. სიყვარულს თვისება აქვს და სიხარულს, რომელიც სიყვარულისგან იბადება, რომ გამრავლდება რა სულ მცირე ერთეულზეც კი, არანულოვან ერთეულზეც კი. სიცარიელეს შობს. არანულოვან, არაცარიელ ერთეულზეც კი, რომელსაც მცირე მაინც რაოდენობას ფლობთ. მცირე იყოს დიდი, მაგრამ ერთი წვეთი შეიძლება მთელ თბილისს ეხოს, რა უჭირს. ერთი წვეთი ღვთის წვეთი. მაგრამ გამრავლებული მასზე გენერირებს უზარმაზარ სიყვარულს და სიხარულს. რასაც ყველას გისურვებ და ამ ოჯახსაც რა თქმა უნდა. ვახსენებ მე ის რომ მადლობდეთ უფალს ყველაფრისათვის. მადლობდეთ და ამ მადლობით პრინციპში ჩვენ რას ვაკეთებთ? ღმერთს ჩვენგან მადლობა კი არ ჭირდება და რაღაცა უფალს არაფრის მოლოდინი, არაფრის საჭიროება. თვითკმარია, უფალი ყოველად სრულყოფილია. მას ჩვენი მადლობა როგორც თავისუფალ ქმნილებებისადმი, როგორც ღვთის მიერ ჩვენთვის მოცემული საოცარი ხატება მოგცა ჩვენ ღმერთმა თვისი ხატებაში უამრავი პარამეტრი შედის. ეს დიდი თემაა და აღარ ჩამოვყვებთ, რომ შორს ამგვყავს და ადრეც ვისაუბრია ამ თემებზე მრევლთან. მოგცა ხატება მადლობის გზნობა ჩვენში საოცარ თანხმობა, საოცარ სიყვარულებრივ თანხმობისა და სინთეზის გზნობას ბადებს. მადლობა გვამთლიანებს ჩვენ. მადლობის გზნობა სრულიად დანაწევრებულ ადამიანს, გაორებულ ადამიანს, ხილული და განსაკუთრებით უხილავ ბრძოლებში მყოფ, იმიტომ რომ ჩვენ ამდა დაგვაუწყდეს, რომ ჩვენ მძიმე პოსტსაბჭოთა სივრცეში ვცხოვრობთ. აქ არა მარტო ხილული ბრძოლები, ხილული რა არის? ხილული ფურცელი რო ფრინავს, ფურცელი დაუშვათ ან ფოთოლი ფრიალებს. ქარი უბერავს ან ქართა, ანუ ჰაერის მასათა გადაადგილება რაღაც ინდივიდუალურ მცირე თუ დიდ ფორმატში, ხო? მაგრამ ხილული უხილავის გამოვლინება, ხილული თავისთავად ავტონომიურად არ არის ხილული, იგი უხილავისაგან გენერირდება. ხილული არის გამოვლინება უხილავისა და უხილავ ბრძოლას და ხილულ ბრძოლას შორის ზღვარი კვეთრი არ გადის, ეს დიდი თემაა. მაგრამ როდესაც ჩვენ ამ ძიმე დროში ვცხოვრობთ, ეს მადლიერების გზნობა საოცარ შინაგან გამთლიანებას, სინთეზს, ღმერთთან კავშირს, მასთან ერთობისა და სიყვარულის გამოხატების თავისუფალ თამდაბლურად თანახმად გზნობას გვაძლევს, რომ ჩვენ თამდაბლურად თანახმა ვართ იმ გამოხსნაზე, რომელიც ღმერთმა აღასრულა და ამით ჩვენ აზრით, სიტყვით თუ საქმით, მადლიერების გზნობით ჩვენ ღმერთს ამაზე თანხმობას უცხადებთ
არ ვიცი როგორ ყველა ადამიანს ინდივიდუალურ თავის ჯვართვირთულობით ფორმატში ეძლევა ეს. და ჩვენ არა მარტო სასურველია, არამედ გვევალება. მადლობდეთ რა. მადლობის გზნობა აუცილებლად უნდა ფონად მუდმივი ლოცვით იყოს გაძლიერებული. თუ არა ლოცვა, მუდმივი ლოცვას მე ვაღას ვამბობ, იმიტომ კი არა ეს რაცა მეტაფორა მხოლოდ შეძახილია, რომ მუდმივად ილოცეთ და რაღაცა ლოზუნგია, ან ლეიტმოტივი. არა, ამას მე ვიძახი როგორც სერიოზულად მართლაც შესაძლებელ ადამიანისთვის წინ წასვლად გავარჯიშებათთან. შეიძლება სულმუდამად არ ლოცულობდე, მაგრამ ამის სურვილი გავარჯიშების შემთხვევაში ზრდის ლოცვითი, მუდმივი ლოცვითი ფორმატს. ზრდის. შეიძლება სულ ვერ ილოცო მუდმივად, მაგრამ თანდათანობით ეს მუდმივი ინტერვალი მუდმივი ლოცვისა გაზარდო. დღისით და განსაკუთრებით ღამით, როცა ადამიანი ხდება მისაწვდომი მეტნაკლებად მისთვის უჩვეულო ხილული თუ უხილავი თავდასხმებისა. ფსიქიური თავდასხმების, რომელიც არ გვაკლია ვამპირიზმი, სულიერი ემულტირება, თვალი, ჯადო, ეხა არავის არ ვაშინებ და არავის რაღაცა ესეთ რაღაც ოდიოზურ რაღაცა შიშებისაკენ არ მიმართავ, რომ რაღაც ესეთი ამ ხრივ იყოს ადამიანი დაფეთებული. არა, არავის არ ჭირდება ჩვენი დაფეთებული და ფერდაკარგული სახე. პირიქით, ხნედი ხავი და იცოდე რომ შენ როდესაც ერთია, როდესაც ეზიარ, როდესაც ლოცულობ, როდესაც მარხულობ, როდესაც მადლობ, როდესაც ასე შემდეგ და ასე შემდეგ ღვთის ცნებებს აღასრულებ, დაცული ხარ და ვითარცაც სარკე ირეკლავ, მაგრამ თუ ვერ ირეკლავ და თუ ამ შემთხვევაში სუსტი ხარ და ბზარი გაქვს შენ სულიერ ატმოსფეროში, აუცილებლად ჭირდება მუდმივი მადლობის სინთეტიკური გზნობა, მადლობის გლობალური გზნობა და ლოცვითი უწყვეტი მდგომარეობა. შეიძლება სულ წიგნი არ გაგჭიროს ლოცვითი ლოცვანის, მაგრამ ლოცვით მდგომარეობაში იყო. ლოცვით უწყვეტ ფრაზეოლოგიაში იყო, მუდმივად საუბრობდა ღმერთთან, სულის თავისუფალი საუბარი უფალთან. სულის თავისუფალი საუბარი უფალთან საოცარ სიმშვიდე და სიწყარეს ბადებს და რა თქმა უნდა, შედეგად შემოდის სიხარული. რომელიც უკვე პირდაპირ ნიშანია სახარება, სიხარული, გიხარობენ და ასე შემდეგ. თვითშობილო გიხარობენ და ასე. ხო იცით თქვენ ეს ყველაფერი. აი ეს სიხარული მინდა გისურვოთ. ამოჯახსნას ყველა თქვენთაგანს და სიხარულში და სიყვარულში და მადლობაში და ლოცვაში გავძლიერდეთ. დანარჩენი კიდევ ცალკე უნდა ვისაუბროთ, ჩვენ და გავარჩევთ ეს საკითხები, იმიტომ რომ სათქმელადაც როგორც ატყობთ არ არის ადვილი ესე. იმიტომ ესეთი სულიერი მდგომარეობები ადამიანის იმდენად ნაზი, ფაქიზი და მრავალ განზომილებიანია, ამის ერთ ვერბალურ, ასე ვთქვათ, ფორმატში აღმოსთქვა და ერთ ვერბალურ რაღაცა განტოლებაში ჩააქსოვო და ერთ მნიშვნელოვანი, ერთ უცნობიან განტოლებამდე დაიყვანო, ეს არ გამოდის, ეს მრავალ უცნობიანი, მრავალ ამოხსნადი განტოლება ჩვენი ცხოვრების ჯვართვირთულობა. რა უნდა უფალს ამათ ყოველ დღე და ყოველ წამს ჩვენი ცხოვრებისა. რა უნდა ჩვენგან უფალს არა მნებავს სიკვდილის ცოდვილის არა მოქცევის ცხოვრების. რა უნდა უფალს ამათ დროს ჩვენგან და რა სურს ამისათვის საჭირო განწმენდილი გონება, რაც თქვენ განწმენდილი გული, რაც მოდის რისგან ზიარებისა, აღსარებისა და ასე შემდეგ, რაც შემოთვლილი ამ გზნობებისა და ამ სათნოებებში ვარჯიშისაგან. გლოცა ვთქვათ და წარმატებას გისურვოთ რამე გზახს ნილიარს, ჩვენ არ შეუშალოთ ჩვენ თავს ხელი. ვებედროთ უფალს და ვეცადოთ ცდილობა უკვე სათნოება, რომ უკეთესი გავხდეთ ვიდრე ვართ და შეგვეწევა უფალი. ერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ ამ ძიმე ცხოვრებაში. ამინ.